გამარჯობათ მეგობრებო, ეს ჩვენი მარათონის მე-10 დღეა და ძალიან მიხარია რომ ვახერხებ ამ მარათონის წარმატებით დასრულებას, მაშ ასე დავიწყოთ რჩევებისა და ტექნიკების გაზიარება ჩვეულებრივ. შეწყვიტე საკუთარი შესაძლებლობებისა და შედეგების უსამართლოდ განსჯა და შეფასება. ხშირად ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც მოტივაციის გზაზე ვუშვებთ, საკუთარი თავის იმ ადამიანებთან შედარებაა, რომელთა შედეგებიც და მიღწევებიც მოგწონს და არა მათგან ინსპირაციის აღება ან რაიმე სწავლა. ჩვენ მხოლოდ ვუყურებთ მათ ლამაზად მოწყობილ პროფილებს, წარმატებულ პროექტებს, დიდ აუდიტორიას და შემდგომ რატომღაც გვიჩნდება ისეთი დამრტყუნველი აზრები, რომ თავად საკმარისად კარგები არ ვართ, ან გვაკლია უამრავი უნარი მსგავსი შედეგებისთვის. მინდა რომ ამ მომენტში ისწავლო სწორად დანახვა, თუ სად იმყოფები შენ ამჟამად და რატომ არ შეიძლება შეედარო სხვას. აბა დაფიქრდი იმ წარმატებულმა ადამიანმა ეს დიდი შედეგები დადო სწორედ იქიდან, რომ ის წყლობით ავითარებდა სხვადასხვა უნარებს, ძალიან ბევრი რამის სწავლა მოუწია და მანაც ზუსტად ისე დაიწყო თავიდან, როგორც შენ. მასაც გაუვლია ზუსტად ის ეტაპები, რასაც შენ ახლა გადიხარ. შენ უგონია, რომ სოციალურ მედიაში რაც ჩანს, ყოველთვის ასე იდეალურად მიდიოდა რეალურ ცხოვრებაში. აზრი არა აქვს შეადარო საკუთარი თავი ის ადამიანს, რომელიც შენ სფეროში უკვე 12 წელი ან უფრო დიდი ხანია ტრიალებს. შენც ანალოგიურად გაიზრდები და მიხვალ მსგავს ეტაპამდე, თუ კი შენც ასეთ დიდ დროს და მოდუმებას დაუთმობ საქმეს. შეუძლებელია დასაწყისში პირველი მცდელობისას გამოგივიდეს ყველაფერი ისე, როგორც იმ სპეციალისტს, რომელმაც დააგროვა პრაქტიკა წლების მანძილზე. შესაბამისად, დასაწყისში დროებით არ იფიქრო, რომ სწრაფად უნდა დაეწიო სხვას. ყველაზე დიდი ფოკუსი გადაიტანე იმ უნარებისა და ცოდნის დახვეწაზე, რაც იცი რომ გჭირდება მარკეტინგში, კონტენტ კრეატორობაში და ასე შემდეგ. გაიხსენე ყოველთვის, რომ ყველას ეშინოდა და დაბნეული იყო თავიდან, სანამ სპეციალიზდებოდა საკუთარ საქმეში. თუ შენს გსურს დიდ წარმატებას მიაღწიო, ანალოგიურად დიდი დრო უნდა დაუთმო თვითგანვითარებას და აქაც თავადვე გადაწყვიტე უშუალოდ შენთვის რა იქნება დიდი მიღწევა ამ ეტაპისთვის. ჩემთვის მაგალითად ამჟამად ძალიან დიდი მიღწევაა, თუ კი ეს მარათონი ადამიანებს დაეხმარება რეალურად. ამ პროცესში მე საკუთარ თავს არ ვაფასებ იმის მიხედვით, თუ გარშემო ვინ აკეთებს ჩემზე უკეთესად სხვებისთვის მოტივაციის მიცემას. რა თქმა უნდა, ინსპირაციას ვიღებ ჩემზე ძლიერისგან და ვახსენებ საკუთარ თავს, რომ ერთ დღესაც ამ სპეციალისტის დონეზეც ავალ, თუმცა ამჟამად კონცენტრირებული ვარ იმაზე, რომ რაც დღეს ვარ, ხვალ შედარებით უკეთესი ვიყო. მოიშორე შიში იმისა, რომ რაღაც დააგვიანე და რაიმე უნარის ათვისებას ახლა ვეღარ მოასწრებ. დასაწყისში მეც მეშინოდა გამოჩენის, რადგან ვფიქრობდი, რომ სხვებს ჩემთან შედარებით იმდენად მეტი უნარები და ცოდნა ჰქონდათ, რომ მე თითქოს უკვე დავაგვიანე ამ საქმეში. თუმცა გულწრფელად გეტყვი, რომ მსგავსი ფიქრებით უბრალოდ აფერხებ საკუთარ თავს გაზრდაში. თუ კი რაიმე სფეროში, რაც შეიძლება მეც ძალისყრებას და პრაქტიკას დებ, დამიჯერე დროთა განმავლობაში შეამჩნე, რომ თანდათან უფრო და უფრო სწრაფად ითვისებ ახალ უნარებს და თითქოს თანდათან შენც ეჩვევი საკუთარი თავის აღქმას, როგორც რაიმე სფეროს კომპეტენტური წარმომადგენელი. ზოგადად, მთავარი უნარების ათვისების შემდეგ შენ უკვე გაქვს ძლიერი საფუძველი საქმე დაიწყო და რაიმე ღირებული შექმნა, ხოლო უკვე ძალიან დიდ შედეგებზე გასვლისათვის თანდათან ითვისებ დამატებით უნარებს. შექმენი რაიმე განზრახი ისე, რომ თითქოს არც კი გადარდებს შედეგი. გაბედე გამოჩნდე თუნდაც ჯერ კიდევ ძალიან გამოუცდელი. პროცესი გასწავლის შემდგომ რა გეზი აიღო მეტად განვითარებისთვის. დამიჯერე, სუსტი და მსუბუქი პრაქტიკაც კი ისე გაძლიერებს, რომ შემდგომ მეტი მოტივაცია გიჩნდება მალევე გადახვიდე შემდეგ ეტაპზე და არ შეჩერდე. როცა პირველი გვერდი შევქმნი სოციალურ მედია მარკეტინგის ასათვისებლად, სულ რაღაც 2 კვირაში უკვე გავბედე კიდევ 5 პროექტის აღება. არა და მანამდე იმასაც კი ვთვლიდი, რომ თანამედროვე ტენდენციებს ვერაზრს აუწყობდი ფეხს და კარიერულად ვერცერთ მიმართულებას ვერ ავიღებდი. ასევე გაიხსენე რაიმე ახლის სწავლისას ყველა ის უნარები, რაც ისაც გაქვს და იცი რომ დიდად გამოგადგება ამ საქმეში. კონტენტ კრეატორობის დაწყებისას დახვეწილი ვიზუალის შედგენა ბუნებრივად გამომდიოდა, რადგან მხატვარი ვარ და შესაბამისად განსხვავებული ხედვა მაქვს. ასე გაახსენე საკუთარ თავს შენც რა უნარები გაქვს უკვე, საერთოდ ნულიდანაც რომ იწყებდე რაიმეს ათვისებასა და შესწავლას. ასე დაინახავ, რომ ბევრ რამეში პრივილეგირებული ხარ და იმაზე უკეთესადაც შეგიძლია გაართვა საქმეს თავი, ვიდრე გგონია. საქმის პარალელურად იფიქრე იმ ტენდენციებზე, რაც ჯერ არ არის მოთხოვნადი შენ საქმიანობაში, მაგრამ გახდება მოთხოვნადი 5 წლის შემდეგ. უსმინე სხვადასხვა პოდკასტებსა და ბლოგებს ამ საკითხზე. წინასწარ გათვალე თუ როგორ აუწყო ფეხი მომავალ ტენდენციებს, თუნდაც ამჟამად საქმეს თავს არ თმევდე და ჯერ არ გჭირდებოდეს მათი ცოდნა. კვირის მანძილზე სწავლისთვის დროს რომ გამოყოფ, მაქსიმალურად ფოკუსირდი გრძელვადიან პერსპექტივაში რა გამოგადგება. როცა წინასწარ გამყარებული გაქვს საფუძველი, უკვე დიდი გარანტია გაქვს მომავლის სწორად დაგეგმარებაში. მეტად ენერგიულად და მოტივირებულად უდგები შენ საქმეს.
შესაძლოა ამჟამად რასაც საქმიანობ, იქაც ძალიან ბევრი ისეთი რამ დაინახო და შექმნა, რაც იცი რომ ბევრად წინ წაღწევს მომავალშიც და გრძელვადიან პერსპექტივაშიც. მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ ვიდეო და დამიტოვეთ კომენტარების ზოლში თქვენი შეფასება. აბა დროებით!